საქართველოს ქალთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში საერთაშორისო ტურნირი მესამე პოზიციაზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მის შემადგენლობაში კი ზესტაფონელი თეკლა კაპანაძეც შედის. თეკლა სხვებთან ერთად სწორედ ქვეყნის ნაკრებს წარმოადგენდა თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასის შეჯიბრზე ხმლით მოფარიკავე იუნიორების გუნდურ ასპარეზობაზე. ის დღეს სპექტრთან თავის განწყობასა და ფარიკაობასთან ელიტური სპორტის ამსახეობასთან დაკავშირებულ ემოციებზე გვიამბობს. ვიმყოფებოდი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში კონიაში, სადაც ტარდებოდა თურქეთის ფედერაციის ჩემპიონატი, სადაც ვიასპარეზე ჯერ პირად ასპარეზობაში, შემდეგ კი გუნდურში. გუნდურში დავიკავეთ მესამე საპრიზო ადგილი, ხოლო პირადში ვიყავით 70 ფარიკავე, საიდანაც ჯგუფურ ეტაპში ვიასპარეზე კარგად და 64 სპორტსმენში მოვხვდი. ხოლო 32 შესასვლელი ვეფარიკავე თურქ მოწინააღმდეგეს და 15-6 დავამარცხე. 16 შესასვლელი შევხვდი მეოთხე ნომერს, თედაც დავმარცხდი 15-12 და მოვხვდი 32 საუკეთესო სპორტსმენში. რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, ფინალში შესასვლელი ბრძოლა წავაგეთ 45-33, რის შედეგადაც გავედით მესამე საპრიზო ადგილზე და ეს მესამესთვის ბრძოლა მოვიგეთ 45-33. მე ამ ტურნირით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად ვიფარიკავე, კარგი გამოსვლა მქონდა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი თურქეთში ასპარეზობით. ეს ყველაფერი ჩემ გამოცდილებას ძალიან დაეხმარება და კარგი გამოცდილება მივიღე თურქეთში. პირველ შეჯიბრებაზე მეორედ ვიყავი უკვე თურქეთში, პირველად დავდე საკმაოდ კარგი შედეგი, ეხლა მეორედ გამაუმჯობესე. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის და ძალიან დამეხმარება ეს მომავალში. ფარიკავ მე უკვე მეოთხე წელია, ეს სპორტი ჩემთვის არის უკვე პროფესიასავით, ძალიან მიყვარს. 4 წლის განმავლობაში პროფესიონალურ დონეზე ვფლობ და მინდა რომ ყველა წარმატება უსურვო, ყველა მოფარიკავეს და მინდა უთხრა რომ უნდა დაისახო მიზანი და ყველაფერს მიაღწევ. ჩემი გაგზავნებისთვის საჭირო ფინანსები გაიყო ზესტაფონის მერიამ, რითაც მადლობას ვუხდი, რომ დამაფინანსა და შემიძლია თურქეთში მიასპარეზა. ხოლო კიდევ მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მწვრთნელს ამინა ჭანტურიძეს, რომელმაც დამაყენა ესეთი კარგი სპორტსმენი და საშუალება მომცა ყოფილიყავ ესეთი კარგი მოფარიკავე.